ხავ საგაგანი. ეგ ამის სისულელე კანონის გამო ჩემ მანქანას, რომელსაც ქარხნული კატალიზატორი უყენია, გუშიტელი უყენია, აქ ბაჩოკიც მიყენია, ერთადერთი აი ესე ორი ცალი ნასატყად თვითონ მხარეს. ქარხნულად აქ ერთი ცალი ანუ ბაჩოკიც აყენია ქარხნულად. ხმაური მანქანას არ აქვს. დეციბალებს ვერ მეუნებიან და მანქანას მართმევენ აი ესე ჩვეულებრივად. ეს უწინარესად ემსახურება იმ მიზანს, რასაც ქვია ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, შვიდი ცხოვრების უზრუნველყოფა, სპეციალური სიმცირმა სიგნალის დაყენება, გამოყენება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით. ხმაურთან დაკავშირებით ეს მხოლოდ ავტოტრანსპორტ შეეხება თუ აქაც გავრცელდება მოტოციკლეტებზე. ეს მოიცავს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას. კი ბატონო, აქ ერაბა ტელეფონში წარმოგიდგენთ. არა, რო არის სიტყვაში რატო ვსაუბრობთ მაგაზე? მე რაც არ ვიცი, იმაზე ვერ გესაუბრებ. კი ბატონო, აქ ერაბა ტელეფონში გაჩვენოთ. ეხლა ტექნასპორტის 5 წელიწადია მანქანი დავდივარ და პრობლემა არ შეგვიძლია. ეხლა მეუნები მაღალი ხმა აქვს. არანაირი ხელი არ აქვს დანადები, ახალი განბაჟებულია და არაფერი არ აქვს შეცვლილი. ამ კაცაც მანქანას არ თმობდა. ხმაო ჩვენო არ მოგწონსო ბიძიო. ესეთი ხმა არ აქვს ქარხნულსო, არ და ქარხნულსა ახლა არავის არაფერს არ გაქვთ. ქარხნული მანქანებია. გაზემაჯარიმენ რა? არ არის ისო ქარხნულია. კი ბატონო, ეს მანქანა ქარხნულია? როშე არაფერი არ არის გადაკეთებული. ბაჩოკი არის შეცვლილი. საჯარიმოზე გადავა. რატო? და აღოხდი, შემთხვევაში გამოიყო მანქანას უზრუნველყოფა. არა, ვერ მივხვდი. ეხა სმოტრი მატარებს ბატონო. ვერ მივხვდი, რაში, რატო ჯარიმო? რამდენია? რამდენია ჯარიმო? 200 ლარი. რის გამო? ადამიანებო, მაშინ ეხა სმოტრი რატომ იშვებს? გამეცით პასუხი. არ ვიცი.